გამარჯობა. დღეს ვისაუბროთ კარმული სულები წინა ცხოვრებიდან თუ კარმა გადაუმუშავებელი სასიყვარულო დამოკიდებულებების. როგორ განვასხვაოთ კარმული შეხვედრა სიყვარულზე დამოკიდებულებისგან. ზოგიერთი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდება და მაშინვე გულმკერდში გრძნობთ დაჭიმულობას. თითქმის ისინი ჩვენში უძველეს რაღაც მისტიურ კარებს აღებენ, რომელთა არსებობაზეც კი არასდროს გვიფიქრია. მათ მიმართ მაგნიტურ ვიზიდულობას გრძნობთ, მათ შესახვედრად მწველი თვალებით მივემართებით და შემდეგ ვიტანჯებით ისევ და ისევ. რა არის ეს? კარმა თუ დამოკიდებულება? სულების ნამდვილი კავშირი თუ თვითმოტყუება, საუკუნეების რომანტიკით შენიღბული. სულის კარმული შეხვედრები ეს არის ურთიერთობები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ ემოციური მნიშვნელობით მოდიან, არამედ სულიერი გაკვეთილებითა და ევოლუციური ამოცანებით. ისინი განეკუთვნებიან იმ კავშირებს, რომლებიც წარსულ ცხოვრებაში დაწყებულ ენერგიას აგრძელებენ, გვეხმარებიან სულიერ ზრდასა და გათავისუფლებაში. ხშირად ესეთი სულები გამოწვევებით მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მაღალი ტრანსფორმაციული პოტენციალი აქვთ. ჩვენ ცხოვრებაში, ანუ ჩვენ უნდა გავიაროთ ტრანსფორმაცია. ამ მდგომარეობებს შორის განსხვავება ფაქტიურად არც არსებობს. ისეთი თხელი და ფაქიზია, როგორც აბრეშუმი ნაჭერი ქარში. მაგრამ ის არსებობს და თუ მის დანახვას ისწავლი, შეგიძლია გადაარჩინო არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ სიყვარულის არსი. სულის კარმული შეხვედრა საერთოდ რა არის ეს? კარმული კავშირი ეს ყოველთვის არ არის ისტორია და ისინი ისტორია, ანუ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ მას შემდეგ პირობითად. ზღაპარი ისტორია არ არის. უფრო ხშირად ეს არის შეხვედრა, რომელშიც არსი ვლინდება, რაღაც არსი. ეს არის ადამიანი, რომელთანაც უკვე გქონია კავშირი წინა ცხოვრებაში, შესაძლოა წარსულ რეინკარნაციაში, შესაძლოა ენერგეტიკული კავშირიც, ისინი არ მოდიან უბრალოდ, არამედ იმისთვის, რომ გადაიხადო ვაკი, ისწავლო გაკვეთილი, ან კიდევ დაასრულო რაღაც დაუმთავრებელი ციკლი, დარჩენილი წინა ცხოვრებიდან. ძირითადი ნიშნები კარმული შეხვედრა. პირველი ნიშანი ეს არის დაუყოვნებელი ინტუიციური ამოცნობა. თითქოს სულის ხსოვნა ჩნდება. გიცნობ, მაგრამ არ ვიცი საიდან. დაახლოებით ესეთი ბევრს უთქვავს და გითხოვთ ალბათ თქვენ თვითონაც. მეორე ნიშანი ძლიერი ემოციური ან მაგნიტური მიზიდულობა. შეიძლება სიყვარულისგან დაძაბულობის ფორმითაც კი შეიძლება გამოჩნდეს, არ არის აუცილებელი მარტო სიყვარულით. ადამიანთან თუ კი პირველივე შეხვედრიდანვე იგრძნობთ რაიმე ადამიანის მიმართ რაიმე დაძაბულობა, შეიძლება იყოს რაღაც კარმული კვანძი წინა ცხოვრებიდან გადმონაშთი. ესე იგი, პირობითად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ იმ ადამიანის სულმა თქვენ წინა ცხოვრებაში რაღაც დაგიშავათ. მესამე, გაკვეთილი ან ამოცანა. ურთიერთობა გაწვდის სარკეს, რომელიც აჩვენებს შენს საკუთარ ჩრდილებსვე, შიშებს, დამოკიდებულებებს, ან რამდენად სწორ გზაზე გეხარ რაღაცაზე. და როდესაც გზაზე დგახარ, ნებისმიერ გზაზე, ჩვენ ცხოვრებაში შემოდიან კარმულად ადამიანები, რომლებიც ან გვასწავლიან ჩვენი ჩრდილების გამოძახილი. მოკლედ რომ ვთქვა, აღარ გავაგრძელებ ბევრს. მეოთხე ნიშანი. დროებითი ხასიათი ან მოულოდნელი დასასრული. კარმული შეხვედრები ყოველთვის არ რჩებიან. ზოგჯერ ისინი მოდიან მხოლოდ იმ ამოცანისთვის, რაც სულიერმა დაგეგმა. ანუ შეხედეთ წინა დაბადებამდე დაგეგმილი კარმული დავალებით.
თქვენ შეგიძლიათ შეგიყვარდეთ იგი როგორც ქარიშხალი ვინმე. თქვენ შეგიძლიათ მასთან ერთად გადაიტანოთ ეს ნებათა ღელვები და გამოხვიდეთ იქედან განსხვავებულად, მაგრამ არ მიეჯაჭვებით მას ყვირლით და კვნესით შენს გარეშე მე ვერ ვარსებობ, რადგან კარმული კავშირებმა შეიძლება ტკივილი მოგაყენოს, ოკეი, მაგრამ არა ის რომ გაგანადგუროს. და რაც შეეხება დამოკიდებულებას, ემოციური დამოკიდებულება, ეს ტკბილ შხამს გავს. ჯერ ეიფორია, ბედისწერის განცდა, შემდეგ შფოთვა, შიში, პანიკა, ის არ გირეკავს და შენ თავს კარგავ, ის ახლოსაა და შენ თავს ისევ ცოცხლად გრძნობ. დაახლოებით ესეთი კატეგორიიდან. შენ არ გიყვარს ადამიანი, შენ ის გჭირდება. ის ხდება წამყვანი, როგორც ჰაერი, ინექცია. მის გარეშე სრული ლომკა. ეს არის დამოკიდებულება. არსებობს ტიპობრივი განსხვავება ჩვენი კარმული სულების. სულის ნათესავები. სულიერი ერთობის განცდა, მაგრამ მაინც რაღაც გაკვეთილებით მოდიან ჩვენთან ესეთი ადამიანები და ყველა ადამიანი ინდივიდუალური დავალებით მოდის. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში. აი, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ის სულის ნათესავი, რასაც ჩვენ მეორენაირად ვეძახით ჩემი სულის მეორე ნახევარი. ნებისმიერი ადამიანი იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც შეიძლება ყურადღებასაც კი არ აქცევდეთ. სულის მეორე ნახევარი არ არის აუცილებელი, რომ იყოს თქვენი შეყვარებული ქმარი ან საყვარელი ადამიანი. არ არის ეს აუცილებელი. მეორე კარმული პარტნიორები, ძლიერი ემოციური ხვედრი, ხშირად ტკივილებითა და ჭრილობებით, რომლებიც განკურნებას მოითხოვს. ანუ ტრამვირებული ადამიანები შემოვიდნენ შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში და ან ჩვენ ვიყოთ ტრამვირებული და ვიღაც მოვიდეს და ითაოს ჩვენი იმ მომენტში ჩვენი განკურნება. მაგრამ მე ყველაფერს აქვს დასასრული. ამიტომ უნდა გავუშვათ ის ადამიანები მე ჩვენ ცხოვრებიდან თუ კი წავლენ. მესამე არის ის სულის ყარაულები, ესე ეძახიან, მოვლენ იმიტომ, რომ შეგვაჯანჯღავენ განძრევის მიზნით და რჩებიან მანამ, სანამ ტრანსფორმაცია არ მოხდება. დამოკიდებულება ურთიერთობაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ხანდახან დაფარული კარმული თემა. ის ხშირად არა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემა, არამედ შეიძლება მას ღრმა ფესვები ჰქონდეს. მაგალითად, წარსულ ცხოვრებაში დაუმთავრებელი კავშირები, მოუშვიშებელი ემოციური ჭრილობები, სიყვარულის ფიცები, ღალატი, ყველაფერი, რაც სიყვარულთან კავშირშია, დაუმთავრებელია. ან სულის დაფარული ხალის ამოცნობაში, ვინ ვარ მე უჩემოთ. ამიტომ შეიძლება შემოვიდეს ხალხი კიდევ ჩვენს კარმულ სულებს, რაც შეეხება. ფსიქოეზოთერული ხედვით დამოკიდებულება ურთიერთობებში სხვადასხვა დონეებით განიხილება. პირველი ეს არის არქეტიპული დონე. დამოკიდებული პარტნიორი ხშირად ასახავს შინაგან, ჩვენსავე შინაგან ბავშვს, რომელსაც ზრუნვა და დამცავი მშობელი სჭირდება. ხოლო მეორე პარტნიორი ამ შემთხვევაში იკავებს მკაცრი მშობლის ან მესია განკურნებლის როლს. მეორე დონე კარმული კუთხით, ეს არის ურთიერთობა, რომელიც მოდის გაუმჟღავნებელი კონტრაქტით. ერთს უნდა რომ გადაარჩინოს, მეორეს უნდა რომ იდენტობა მის გარეშე ვერ იგრძნოს. კარმული კუთხით. მესამე დონე ეს არის ენერგეტიკული დონე. ხდება ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული მიჯაჭვულობები, ბორკილები, რომლებსაც ადამიანი ვერ ამტვრევს, რადგან მიიჩნევს, რომ სიყვარულია. მაშინ როცა ეს ხშირად არის შიში მიტოვების, უარყოფის ან სიცარიელის წინაშე შიში, ცარიელი დარჩები. სიყვარული არის სულის თავისუფალი მოძრაობა. იგი მოდის სავსეობიდან, არა დანაკლისიდან. ძირითადი განცდა. მე მიყვარხარ, რადგან ხედავ შენს მთლიანობას და მე თავადაც გრძნობ თავს მთლიანად.
სიყვარული ხარ გიჭერს, მაგრამ არ გეჭიდავება. სიყვარული აძლევს სხვას თავისუფლებას საკუთარ ბილიკზე იაროს, თუნდაც ეს ბილიკი შენგან შორს იყოს. დამოკიდებულება არის ეგოს დაუსრულებელი შიმშილი. იგი მოდის შიშიდან, სიცარიელის შევსების სურვილიდან. მე ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ. ძირითადი განცდა შენ გარეშე არ ვიცი ვინ ვარ. დამოკიდებულება ყოველთვის ითხოვს რაღაცას, ყურადღებას, დამტკიცებას, სტაბილურობას. იგი არ უყურებს ადამიანს როგორც ცალკე არსებას, არამედ როგორც ჩემს გაგრძელებას. ამიტომაც შიშობს დაკარგვას. როგორ გავარჩიოთ საკუთარ თავში. ჩვენ სიყვარულში ვართ თუ დამოკიდებულებაში ნებისმიერ ადამიანთან. ნებისმიერ ადამიანთან. ითხრათ საკუთარ თავს. თუ ეს ადამიანი წავა, მე როგორც სული დავკარგავ თავს. დააკვირდით სხეულის რეაქციას. არის თუ არა შიში, დაძაბულობა, კუჭში შეგრძნებები. სიყვარულისა და დამოკიდებულების გარჩევა მარტივი არაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა კავშირი ძლიერ ემოციურ მუხტს ატარებს. მაგრამ არსებობს რამდენიმე ღრმა გზა, რომლებიც ფსიქოლოგიურ და ეზოთერულ დონეზე დაგეხმარება ამ გარჩევაში. პირველი შინაგანი კითხვა. მე შენ მიყვარხარ თუ მჭირდები? კითხეთ საკუთარ თავს. მე შენ მიყვარხარ თუ მჭირდები? თუ პასუხია შენს გარეშე მე ვეღარ ვიცოცხლებ, ეს უკვე ასახავს დამოკიდებულებას. თუ პასუხია შენთან ყოფნა ამაღლებს, მაგრამ ჩემს თლიანობას არ არღვევს, ეს უკვე სიყვარულია. დაახლოებით ასეთი მიდგომა. როგორია შეგრძნებები თავისუფლების გარეშე? სიყვარული ადამიანს აძლევს სივრცეს, სუნთქვას და არჩევანის საშუალებას. დამოკიდებულებაში მყოფი ადამიანი შფოთავს ცვლილებებისა და დაშორებისგან და ცდილობს გააკონტროლოს. როგორ უნდა გააკეთოთ თვითშემოწმება? თუ ადამიანი რაღაც პერიოდისთვის ქრება, რას გრძნობ? პანიკა, შფოთვა, ეჭვი. დამოკიდებულების ნიშნებია ნდობა, სიმშვიდე, მისწრაფება, სიყვარულის ვიბრაციები. კარმული სტულები. ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც გვაქვს სულიერი ხელშეკრულება დადებული. ამ განსხეულებამდე წინა ცხოვრებაში. ისინი მოდიან ჩვენ ცხოვრებაში, რათა გაგვახსენონ, დაგვეხმარონ, ან გამოიწვიონ გრევაც კი. შეიძლება გამოიწვიონ გრევაც კი, რათა სული ჩვენი განთავისუფლდეს ძველი ბორკილებისგან. იქედან წამოღებული წინა ცხოვრებიდან. ვინ არის კარმული სულები? პირველი ესენი არიან სულის მასწავლებლები. ხშირად რთული და ემოციური დამღლელი კავშირები, რომლებიც გაჩვენებენ შენს ჩრდილებს, მიგითითებენ. მათი ამოცანაა გვასწავლონ გაკვეთილი, რომლის გარეშეც ვერ განვითარდებით. ასეთი ადამიანების თქვენ ცხოვრებაში თუ კი არიან სულის მასწავლებლები. მაგალითად, პარტნიორი, რომელიც დაგტოვებს, რათა შენ თუ კი პარტნიორი თქვენ დაგტოვებს, მაგალითს ვამბობ, ეს მაჩვენებელია იმის, რომ შენ მიატოვო და გადაამუშაო მიტოვების შიში და იპოვო საკუთარი თავი. შემთხვევაში, როდესაც პარტნიორები გვტოვებს, ეს არის, რომ გამოვიდეთ დამოკიდებულებიდან და ვისწავლოთ მარტო ფეხზე დგომა. ამას ქვია სულის მასწავლებლები. მეორე, სულის თანამგზავრები. ადამიანები, რომლებსაც თითქოს იცნობდით, პირველი შეხვედრისას, რომელიც მე ვახსენე, რომ გონია, რომ მთელი ცხოვრება გიცნობთ ერთმანეთს და სამუდამოდ, ისინი მოდიან მხარდაჭერისთვის. მახასიათებელია ასეთ ადამიანებთან სიმშვიდის შეგრძნება, უმიზეზოდ გაჩენილი სითბო, არაპრეტენზიული თანაარსებობა ამ ადამიანთან. მესამე არის კარმული სიყვარულები. ძალიან ძლიერ მიზიდულობა. ხშირად ფატალურიც კი მოდიან წარსული ცხოვრების დავალებებით.
ხშირად აღიძებენ ნებას, ეჭვიანობას, ტანჯვას, ტკივილს, მაგრამ შემდეგ გაცნობიერებას, ხდება გაცნობიერება. აა, შინაგანი განცდა დაახლოებით არის ესეთი: ვიცოდი რომ დაკარგავდი, მაგრამ მაინც უნდა შეგხვედრილიყო. დაახლოებით ესეთი ფორმულირებით. ესეთი ფორმულირებით. საიდან ხვდებით რომ კარმულია სული ჩვენს ცხოვრებაში? პირველი ეს არის ინტუიციური ამოცნობა. სენ ჩემთვის უკვე ნაცნობი ხარ, ეს ესეთი ყმადაღებული ფრაზაა. მეორე ეს არის აუხსნელი მიზიდულობა ან მტრობა, აუხსნელი მიზიდულობა ან მტრობა. ორივე შეიძლება იყოს. მესამე ეს არის ციკლურობა, იმავე ემოციური სცენარის განმეორება. ერთი და იგივე სცენარით, ემოციური სცენარით, თუ კი შემოდის სხვადასხვა ხალხი ან ერთი და იგივე ადამიანი. და შემდეგი ცვლილება შენი ცხოვრების ენერგეტიკაში მასთან შეხვედრის შემდეგ. ნებისმიერი სახის ცვლილება შედის აქ, ან წინ წასვლით და განვითარებით, ან დაქვეითებით ენერგეტიკულად. რა არის მათი ჩვენი კარმული სულების ამოცანა? დაგაბრუნონ საკუთარ თავთან. პირველი, რაც არის ამოცანა. გაწყვიტონ დამოკიდებულება იმაზე, რაც უკვე დამთავრდა. შეგახვედრონ საკუთარ არქეტიპთან. მაგალითად, მშვენიერი ქალი, სიკვდილის კაცი, ცრდილის მაცნე, დაახლოებით. ანუ საკუთარი თავის ამოცნობასთან. დაგვეხმაროთ კარმული ჭრილობის ტრანსფორმაციაში. მე მაგიტომ ამბობ ყოველთვის და ხშირად და მუდმივად, რომ ადამიანები ტყუილად ჩვენ ცხოვრებაში არ შემოდიან. ყველას აქვს თავისი მიზანი და თავისი ნიშა ჩვენ ცხოვრებაში. როგორ განვასხვაოთ? რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ კითხვა. კარმა გვასწავლის დამოკიდებულება გვანგრევს. როგორ უნდა განვასხვაოთ? იმით, რომ კარმა გვასწავლის დამოკიდებულება გვანგრევს. კარმული კავშირი შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ის გზრდის. შეხვდები უფრო ძლიერი, უფრო ნათელი, უფრო ღრმა, რასაც ასევე სულის ტრანსფორმაციული ზრდა ჰქვია. ხოლო დამოკიდებულება გაქცევს ჩრდილად, სვეტლად, შფოთის, ეჭვიანობის, უმწეობის ჩახლართულ ბურთად. თუ მასთან შეხვედრის შემდეგ თავს ისე გრძნობთ, თითქოს ახლახან მიიღეთ შხაპი, თუნდაც ცრემლებით, მაგრამ ხარ გაწმენდილი, ეს გაკვეთილია. და თუ მასთან ურთიერთობის შემდეგ ხარ, როგორც წამების შემდეგ, ძალისა და აზრის გარეშე, უენერგიოდ, ეგ უკვე დამოკიდებულება. მეორე, კარგ ურთიერთობას პატივისცემა მოაქვს, დამოკიდებულებას კონტროლი მოაქვს. მაშინაც კი თუ კამათობთ, მაშინაც კი თუ ეს ტკივა კარმული კავშირის დროს არის შენარჩუნებული პირადი სივრცე. ის არ ხელყოფს თქვენს ნებას. თქვენ რჩებით როგორც საკუთარი თავი. თქვენი პირადი მე არის შეუბღალავი. მაგრამ დამოკიდებულება მოითხოვს სრულ შერწყმას, კონტროლი, მანიპულირება, ულტიმატუმები. ყველაფერი ის, რომ თქვენ მას შეერწყათ მთლიანად. საკუთარი მეს უფლების გარეშე. კარგავთ საკუთარ მეს. მესამე არის კარმა. მესამე კარმა არ მოითხოვს ის ხდება. არ მოითხოვს, ხდება. ბედისწერის ნებით შეხვედრა ხდება ზეწოლის გარეშე. ყველაფერი ორგანულად ვითარდება, თუნდაც ვნებით. დამოკიდებულებაში კი მუდმივი რატომ არ, სად არის, რა მოხდება თუ წავა, ამაშია ყველაფერი. და ეს დაკარგვის წველი შიშია. კარმა ეს ნაკადია ახალი განვითარებისკენ. დამოკიდებულება კი ჭაობია. კარმაში არის პატიოსნება, დამოკიდებულებაში კი ილუზიები. კარმული ადამიანი შეიძლება არასრულყოფილი იყოს, მაგრამ თქვენ მას ისეც ხედავთ, როგორც არის, ვარდისფერი სათვალის გარეშე. და დამოკიდებულებაში თქვენ იდეალიზაციას უკეთებთ, ამართლებთ, იგონებთ, ცხოვრობთ არა მასთან ერთად, არამედ თქვენს თავში არსებული ხატით. თქვენ გინდათ, რომ დაიჭიროთ ყურადღების ყოველი ნამცეცი, როგორც შიერმა ბეღურა.
კარმა დასასრულს იძლევა და აქვს ლოგიკური დასასრული. დამოკიდებულება კი არ უშვებს. კარმული ურთიერთობები შეიძლება დასრულდეს, ზოგჯერ მოულოდნელად, ზოგჯერ მკვეთრადაც კი, მაგრამ შემდეგ გრძნობ, რომ რაღაც თავის ადგილზე დადგა. სული მშვიდად არის, თუნდაც რომ გული გტკიოდეს. მაგრამ დამოკიდებულებას დასასრული არა აქვს. მაშინაც კი თუ დაშორდით. თქვენში სიცარიელია, როგორც ღია ჭრილობა. წლების განმავლობაში ვერ დაივიწყებ ელოდები, ბრუნდები, იტანჯები. კარმა არ ურევს სიყვარულს ტკივილთან. დიახ, კარმულ კავშირში შეიძლება ტკივილი იყოს, მაგრამ ეს გავს მშობიარობას. შემოქმედებითია. ის ახალი მეს შენს დაბადებას უწყობს ხელს. და დამოკიდებულებაში ტკივილი ნორმად იქცევა. თქვენ იტანჯებით და ამას სიყვარულს უწოდებთ, მაგრამ ეს სიყვარული არ არის. ეს ტანჯვაზე დამოკიდებულებაა. კარმული ადამიანთან ერთად შეგიძლიათ გათავისუფლდეთ, დამოკიდებულების შემთხვევაში არა. მაშინაც კი თუ ცეცხლსა და ფერფლის მსგავსი იქნებით, შეძლებთ თქვათ გმადლობთ, მე წინ მივდივარ. დამოკიდებულების შემთხვევაში თქვენ მას სიკვდილის ძალით ეჭიდებით, როგორც მაშველი, თუმცა სინამდვილეში ის თქვენი ღუზაა, რომელიც არ გაძლევთ წინ წასვლის საშუალებას. და ბოლოს მოусმინეთ საკუთარ თავს და არას გაპრებს. ყველაფერი, რაც სულში ქარის ხალს იწვევს, ბედისწერა არ არის. ჯერჯერობით უბრალოდ თქვენი ტკივილია, დაფარული მისტიციზმით. ზოგჯერ ეს ძველი სცენარია, რომელსაც ისევ და ისევ თამაშობთ, იმეორებთ თქვენ თვითონ თქვენს ცხოვრებაში. კარმა გათავისუფლებთ, დამოკიდებულება კი გალიაში გკეტავთ. და თუ ეჭვი გეპარებათ, უბრალოდ კითხეთ საკუთარ თავს. მის გვერდით ყვავილობ თუ ვჭკნები. თავს საკუთარ თავად გრძნობ თუ უბრალოდ მის გაგრძელებად. ეს სიყვარულია თუ მარტოობისგან თავის დაღწევის გზა. მადლობა კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში.